რატომ არ განებებს თავს? რა არის ამის მიზეზი? აი, რატო არ განებებს თავს? მიზეზი არის ფიქრობ, რომ მარტო სიყვარულია. რატომ არ განებებს თავს? იმიტომ რომ უშენოდ მაინც ვერ არის კარგად. აი, გონია ბევრს ვიტყოდი, რომ აქვს ახლა ესეთი ურთიერთობა, ამას მე ურთიერთობას არ დავარქმევდი, მაგრამ მისთვის არის ადამიანი. მაგრამ მაინც აქვს ეს ინტერესი. მაგრამ რატომ არ განებებს თავს, იცი? ცნობიერებს, რომ შენთან შეიძლება სტაბილური ურთიერთობა, მაგრამ აქვს ცოტა თავის დაცვის მომენტი, იმიტომ რომ ამ ურთიერთობას სჭირდება პასუხისმგებლობა და ცოტა არ იყოს ფრთხილია საკუთარ ემოციებთან და ამ ეტაპზე უბრალოდ არ შედის ეს თავის ინტერესებში, მაგრამ თავარი რატომ არ განებებს თავს? იმიტომ რომ მაინც იმედოვნებს, რომ გაბედავს, ექნება გამბედაობა და მოვა თქვენამდე ისე, რომ არც თვითონ არ დაწყდეს გული. ეს ურთიერთობაც რაღაცნაირად გამთელდეს, თუმცა მე მაინც ეჭვი მეპარება აქვს. შიშები მაინც მოყვება ამ ადამიანს, შიშები აქვს. საერთოდ არ ჯერ ამას, რომ რაღაცა იქნება თქვენს ურთიერთობაში კეთილდღეობა, რატო არ ვიცი, რაღაცა რასაც მე თქვენ გეუბნებით, ყველაფერს ვკითხულობ მისი ენერგიებიდან გამომდინარე, ამიტომ თქვენ გამოიტანეთ აქ დასკვნები. რატომ არ განებებს თავს? შენ არ ხარ ნერვიულობს, შენ არ ხარ ემოციური მიჯაჭვულობა ეწყება, შენ ხარ და მიცემაგაცემის ბალანსი ირღვევა. მთლიანობაში მოდი ვნახოთ რა არის ერთი შემაჯამებელი პასუხი. შემაჯამებელი პასუხი ის არის, რომ გრძნობა უღიტინებს გულში. მაგრამ ეს არ არის ის გრძნობა, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება იყოს სიყვარული. გულგრილი არ არის მოკლედ.